მოკლედ დღეს დილით მივეხმარე სახლის საქმეებზე მამაჩემს და ბიძაჩემს და ეხა მივდივარ ზედა სოფელი არის ვაკიჯვარი ბახმაროსთან ახლოს არის და იქ არის საკალმახი ერთ-ერთი დიდი და გამორჩეული საკალმახი არის და მინდა წამოვიყო იქიდან კალმახი და ხო ისი თქმა მინდა რომ დიდი კალმახი არ ნიშნავს რომ ის არის ორაგული დიდი კალმახი არის დიდი კალმახი ასე რომ მაგ კალმახს წამოვიღებ დავაფილავებ ფილეს ამოვიღებ სტეიკებად დავჭრი გრილზე შევწვავ მამიდა ჩემა ბოსტანში უკვე ცერცვი მაქვსო და წამოგიღებ თუ გინდაო და ჰოპ და მეთქი წამომიღემეთ კი და ასპარაგუსი იგივე სატაცური მომაქვს თბილისიდან და იმის გარნირსაც გავაკეთებ ნაღებში ისპანახს ჩავთუშავ და ესეთ ლამაზ და გემრიელ კალმახის კერძს გავაკეთებ ბატონო ჩემო და ცოტა ხანში მივალთ კიდევაც უკვე ავედით ვაკიჯვარში სამწუხაროდ იმედ გაცრუებული დავრჩი ამოსულს დამხვდა რომ ცუდი ინფორმაცია რომ როგორც იცით ზამთარი გურიაში ცუდი ვქონდა დიდთოვლობა იყო და ამ დიდთოვლობის გამო მთლიანად გაწყდა კალმახები ამიტომ ის დიდი კალმახები რაც ვთქვი რომ დიდი კალმახისგან ფილეს ამოვიღებ და ისე გავაკეთებ თუ სამწუხაროდ აღარაა ფიზიკურად რაცაა დარჩენილი სადედეებია რომელსაც გასამრავლებლად არის დარჩენილი და მე მომიწია რომ პატარა კალმახები მეყიდა 300-400 გრამიანები, თუმცა ეხა გზაში კიდე ვიფიქრებ და კერძს გადავასხვაფერებ, ეგ პრობლემა არ იქნება, უბრალოდ სხვაგან წყობით მოვდიოდი და ცოტა გამიტყდა რომ ეს ამბავი დამხვდა. მაგრამ არა უშავს, ეგეც გამოწვევა ერთგვარი. აი, ეგ არაფერი. ჩამოვედით ვაკიჯვრიდან მართალია მთლიანი დიდი კალმახი ვერ შეხვდა, მაგრამ გადავეწყეთ ახლა და გავაკეთებ მთლიან კალმახს ფოლგაში გავახვევ ლიმონთან და ჭყანასთან ერთად რომ არომატები აიღოს ცოტა მარილიც და ნაკვეშხალში ჩავაგდებ და გარნირად მინდა გავაკეთო ეს ცერცვი მომიტანა მამიდა ჩემო თავისი ბოსტნიდან ცერცვის კაკლები უნდა ამოვიღო ცეცხლზე მოვწალო ასპარაგუსი იგივე სატაცური გავუკეთო გარნირად და ნაღების ყველაფერი გავაკეთო ნაღების ბაზაზე რომ უფრო გემრიელი და ინტენსიური გემოქონდეს და მზეზე გამოვშალ ჩერის გამოვიყენებ რომ ნაღების соуსი კიდე უფრო გამდიდრდეს სადაც 300-400 გრამიანი კალმახები მაქვს ესენ უკვე დამუშავებულია ოდნავ ჩავჭრირო ლიმონი ჩაუდორო ეს სიმჟავე და არომატი მიეცეს რა თქმა უნდა რომ მოიხარშება ფოლგაში მე ამოვიღებ აი დაახლოებით ესე და ჭყანას იგივე ჭყიმას იმიტომ უკეთებ რომ მენთოლიანი არომატი აქვს და კიდე უფრო საინტერესოს გახდის ჭყიმა იგივე ჭყანა ამ თევზს ამას ფოლგაში გავახო და მინელებულ ნაკვერცხალში ჩავაგდებ. ცოტა მარილი. ცოტა არის ფოლგაში გახვევით. თევზი ჩაცხვება თავის ბულიონს გამოუშვებს და უფრო არომატული გახდება. არ მინდოდა რომ ძალიან მარტივად პირდაპირ დავშად გრილზე შემეწვა. მირჩევნია რომ ძაფრი და საინტერესო გემო მიიღოს. ამას გიჩვენებთ როგორ და მე ყველას
მივხედავ სათითაოდ და პარალელურად ცერცვსაც გავარჩევ. იმდა მაგაზეც გეტყვით, რომ მე მთლიანი ცერცვი არ მჭირდება, მე მჭირდება ცერცვის მარცვლები და სხვათა შორის ესპანეთში ერთ-ერთ სან სებასტიანში ვიყავი ბასკეთის კულინარიის აკადემიაში და სხვათა შორის იქ ერთ-ერთ გაკვეთილზე ასე ვთქვათ მოიტანეს პატარა მარცვლები ესე და ძალიან ფასი დაადო ამ ყველაფერს რომ აი თქვენთვის გადანახული ბოლო ქილა მქონ მეთქი ეს რა არის აღმოჩნდა რომ ცერცვის მარცვლები ყოფილა და ცოტა ჩამეღიმა იქ და კარგით მეთქი მადლობა ამ პატივისცემისთვის თო ამიტომ უნდა დავაფასოთ ის რაც გვაქვს და უფრო სიღრმისეულად უნდა მივუდგეთ სხვათა შორის ახლა რო ვარჩევდი მამაჩემაც მამიდაჩემაც ყველა მეუბნება ესე არ კეთდებაო მთლიანად უნდა შეწოვო და აი სან სებასტიანში კი კეთდება. მოკლედ ეს შეხვეული მაქვს, გამზადებულია კალმახი, ყველა კალმახს ახლა შევახვევ და მინელებულ ცეცხლზე გადავიტან. მერე შევუდგები გარნირის გაკეთებას. სანამ თევზი ნაკვერცხალშია, როგორც გითხარით, ცერცვი უკვე გარჩეული მაქვს, მაგრამ აი თქვენც გიჩვენებთ, როგორ გამოიყურება შიგნით მარცვლები და როგორ ვაცლი. აი, გარჩეული უკვე ესე გამოიყურება. ასევე სატაცური რაც მაქვს, ცოტა მსხვილებია, ამიტომ თავებს წავაჭრი. დაახლოებით 1 ზომის ავარჩევ, თავებს წავაცლი და გავამზადებ იმისთვის, რომ ცეცხლზე მოვწალო. და ამ ყველაფერს როგორ შვებით? უგემრიელესი არომატი აქვს, როდესაც ცეცხლზე ამ პრინციპით ვამზადებთ ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა. სხვილი მარილი, აი ესეთი მარილი. და მეტი არომატი რომ მიიღოს ცეცხლის და კვამლის. ნახე რა გავაკეთო? გადმოვიტან მსგავს, ან სეტკა საცრელი სეტკები რო არ შეგიძლიათ იმაში, რომელიც ცეცხლს გაუძლებს, ამ ყველაფერს აქეთ გადმოვყრი. მოურევ ცოტა მარილი კიდე და დარჩენილი ლიმონი, რომელიც თევზისგან დამრჩა. ეხლა წავალ ცეცხლზე, მოვწალავ და არომატებს შევძენ კვამლის. მეტი ყურადღება უნდა. უბრალოდ დააგდო და თავი დაანებო არა. სულ უნდა ატრიალო. აიგე, ხმებიც ისმის. ამიტომ ყოველთვის დისტანცია უნდა დაიჭირო, რომ ძალიან არ მოუვიდეს. აი მარილიც ყდება, მაგის ხმა ისმის. ცოტა სატაცური მეჩაგრება, ამიტომ ცოტა ხანი გადმოვდებ. და ცერცვი რო გამზადდება, მერე ცალკე ამას მოვწავ. ცადეთ რა ძალიან გთხოვთ, ვინც ცეცხლთან მეგობრობთ, მხოლოდ წვას ნუ შეწოვთ მაყალზე. ყველაფერს ხო გიჩვენეთ, მსგავსი პრინციპით გააკეთეთ და მიხვდებით, რომ ბოსტნეულსაც თუ რა სარგო და რა გემრიელი არის ესე მომზადებული. წვასთან ერთად იყოს ეს გარნიერად, არც ეგ არაა პრობლემა. სანამ ბოსტნეული იწალება, ასპარაგუსი სატაცური გადარჩა მოსაწალი, მანამდე ხა გეტყვით ნაღებს როგორ შევაზავებ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლურპაკის კარაქით
ლურპაკის კარაქს მოვათავზებ თუჯის ტაფაზე ცეცხლზე, შემდეგ დავამატებ მზეზე გამომშალ ჩერის ჩირს, აგერ ბატონო ჩემო. ჩერის ჩირს დავჭრი და კარაქში მოვწალავ და მე ნაღებს დავამატებ და ზეითუნის ზეთს რაშიცაა ეს დაძველებული და შენახული ჩერის ჩირი იმასაც გამოვიყენებ და მეტი პომიდორის არომატი წამოვა. ასევე ჭარხალს ჩავჭრი და ნაკუწ-ნაკუწ გავუკეთებ გარნირისთვის, რამე არ დამავიწყდეს, ცოტა მარილი, დაღერღილი წიწაკა და ვირჯილიოს, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ნაღები, რომელიც არის ხავერდოვანი, რომელიც არის გატესტილი 1000 ჯერ მაღალ ცეცხლზე მდგრადობით და ამიტომ ვიყენებ ყოველთვის ვირჯილიოს ნაღებს და აი ამ ყველაფერს ახლა გავაერთიანებ, წავიღებ თუჯის ტაფას იქეთ და მივხედავ. შევამოწმებ ახლა მზად თუ არის წავიღებ თევს გარნირს კი არის მზად აჰა კანით ძრება მოწყილი კი სად არის? კანით ძრება. ჩახარშულია, ჩათუშული. კარგი, ეხა ყველაფერს თევს, ნაღების სოუსს და გარნირს წავიღებ და უკვე მაგიდასთან ავაწყობ ყველაფერს. კარგი, ეხა დავიწყოთ აწყობა პირველ რიგში. ქვედა ფენად გამოვიყენებ ნაღების სოუსს ჩერის ჩირთან, ჭარხლის ფოთოლთან, ნაღები ვქხვი, ნაღებთან ერთად და ჩერის ჩირის ზეთიც არის აქ გამოყენებული, ფერზეც ეტყობა ნაღების ფერზე. ეს იქნება ერთგვარი სოუსი და ბარიში სერვირებისას, თან გაგვიწვიმდას ვერ დავარქნო ჟინჟლავს და ეტყობა კიდევაც ჭურჭელს. კარგი, ეს ბარიში ასე გამოიყო. ეხლა გავხსნათ თევსი. ცოტა შეგრილდა, მაგრამ ოხშივარი მაინც ამოდის. ეს ის თევზია ორფენად რო გადავფუთე. ოჰო, წვენიც კარგად მოიგროვა. ცოტა კუდი მიიკრა. თუმცა ეგ არაფერი. ეხლა ეს თევზი უნდა აღმოსდეს ჩვენთან ეს თევზე. აჰა. ესეც ესე. და ეხლა რაც ყველაზე უფრო მიყვარს ამ კერძში ცოცხალი ბოსტნეული მოწალული გრილზე. აქედან სატაცურები და ყველაზე მნიშვნელოვანი ცერცვი. ფისო მოხვედი? საშენო საჭმელი გვაქვს დღეს. გასათვალისწინებელია ის, რომ რა თქმა უნდა არ დამიშლია და არ ამომიღია, არ გამიცალკავებია ხერხემალი და
ფხები არ გამიცალკავება, მაგრამ ვინც იცის სწორი ჭამა თევზის, ის მარტივად შეძლებს გარჩევას. აი, ამოვიღე ფილე. ცოტა соуსი ქვემოდან. ცოტა გაროხი. სატაცურს ცალკე ჩაუკვიჩო. ნაღები соуში ჩერის ჭირის ზეთი და თვითონ ჩერის ჭირი ისე მოუხდა და ეს ყველაფერი კომბინაციასთან თევზთან ისე დააჯდა, რომ ძალიან გემრიელია. სიტყვაზე თუ არ მენდობით, შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ სახლში და მიხვდეთ თუ რაზეა საუბარი. რა ვქნა, ასეთი გემრიელი კერძები რო ვამზადოთ სულ, ამისთვის საჭიროა გამოგვიწეროთ და დაგვალაიქოთ. ამასაც თუ არ იზამ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ამ ყველაფრის კეთებას, უბრალოდ ბარემ უყურებთ, ბარემ ნახეთ, ბარემ ის სიამოვნე და ბარემ არ დაგავიწეთ ლაიქის დაჭერა და ჩვენი არხის გამოწერა. დროებით. მოდი გასინჯეთ რა მაგრა მოუხდა ეს соуს.